ოდესმე გიგრძნია ის ჩურჩული სულში, რომელიც მიწიერი სიტყვებით ვერ აიხსნება, ის შეგრძნება, რომ სამყარო ცდილობს რაღაც გითხრას შენი ფიქრების შუალედებში არსებული სიჭუმით, თუ ამ გზავნილს წააწყდი, ეს შემთხვევით არ მომხდარა. კოსმოსს კომუნიკაციის საკუთარი მეთოდები აქვს და ეს არის შენი გაფრთხილება, რომელიც სწორედ ახლა ამ მომენტში მოვიდა შენთან. ძვირფასო გამღვიძებელი სულო, შენ ატარებ ტვირთებს, რომლებიც შენ არ გეკუთვნის. შენ საშუალებას აძლევ ენერგეტიკულ სიმძიმეებს დაიკავონ შენი არსების წმინდა ტაძარი. რამდენჯერ დაბრუნებულ ხარ იმ გარემოში, რომელიც შენ სინათლეს წოუს. რამდენი ღამე გაგიტარებია ადამიანებისგან ნეგატიურობის თანთქმაში, რომლებიც ვერ ხედავენ შენს ვარსფლაურ არსს. სამყარო აკვირდება ღრმა სიჩუმეში, როდესაც შენ ცდილობ აყვავდე გამომშრალ ნიადაგზე, როდესაც ცდილობ შენი ალი აანთო საწინააღმდეგო ქარში. დღეს მე მოგიტანე უძველესი ჭეშმარიტება, რომელიც ჩურჩულით გადაეცემა განზომილებებს შორის. ტანჯვა არ არის შენი ბუნებრივი სავანე. სიმძიმე არ არის შენი სულის თავდაპირველი მდგომარეობა. შენ ხარ სინათლის არსება, რომელიც დროებით განიცდის მიწიერ სიმძიმეს და არა პირიქით. თუმცა, როგორც ბევრი რჩეული, შესაძლოა ჩარჩენილი ხარ უხილავ გამეორების ციკლებში, ენერგეტიკულ ლაბირინთებში, სადაც იგივე გაკვეთილები გვევლინება სხვადასხვა სიტუაციის სახით. დააკვირდი, როგორ ბრუნდება შენს ცხოვრებაში გარკვეული სიტუაციები. ის შეგრძნება, რომ არასაკმარისი ხარ. ის ურთიერთობა, რომელიც ეხმიანება გაუკურნავ ოჯახურ ნიმუშებს. ის სამუშაო, რომელიც ახშობს შენს ნამდვილ კოსმიურ გამოხატულებას. უხვი პერიოდები, რომელსაც მოსდევს აუხსნელი სიმწირე. ეს არ არის დამთხვევა. ეს არის კოდირებული გზავნილების სამყაროსგან, რომელიც ცდილობს გაგაღვიძოს შენი მოგზაურობის უფრო ღრმა გაგებისთვის. სიმართლე ისაა, რომ სამყაროს არასოდეს ეშლება ჩვენთვის ნიშნების გაგზავნა. რაც ეშლება, ხშირად არის ჩვენი მზადყოფნა მოსმენისთვის. ჩვენ ისე ვართ ჩაძირული სამგანზომილებიანი სამყაროს ხმაურში, რომ სუბტილური გზავნილები, რომლებიც მოდის სიზმრებში, სინქრონულობაში, უეცარ ჟუანტელში, შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ შენ, განსაკუთრებული სულო, იწყებ ნიმუშების შემჩნევას, არა? იწყებ იმის შემჩნევას, რომ რაღაც უფრო დიდი ხდება. გამოღვიძების პირველი ნაბიჯი აღიარო, რომ შენ არ ხარ სამყარას მსხვერპლი, არამედ თანაშემოქმედი. ენერგეტიკული პასუხისმგებლობა არ არის ტვირთი. ის არის შენი კარიბჭე ნამდვილი თავისუფლებისკენ. ყოველი ფიქრი, რომელსაც კვებავ, ყოველი ემოცია, რომელსაც ინარჩუნებ, ყოველი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვავ, ყოველი გარემო, რომელსაც სტუმრობ, ეს ყველაფერი არის ვიბრაციული არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს, რომელ რეალობას გამოავლენ. ბევრი მაძიებელი ატარებს 10 წლეულებს სულიერ პრაქტიკაში. ის უტავს მაღალ ცოდნას, მონაწილეობს ტრანსფორმაციულ რიტუალებში, მაგრამ ისინი ჩარჩენილი რჩებიან იგივე ნიმუშებში, რადგან ვერ ართმევენ თავს ყველაზე ფუნდამენტურ საფუძველს, საკუთარი ენერგიის პასუხისმგებლობის აღებას. ისინი ეძებენ გარეთ იმას, რაც მხოლოდ შიდა ტაძარში შეიძლება იპოვონ. ოდესმე დაგიფიქრებია, რატომ განაგრძობენ გარკვეული ნიმუშები შენს ცხოვრებაში გამეორებას, მაშინაც კი, როდესაც ინტელექტუალურად უკვე გაიგე მათი გაკვეთილები. ეს იმიტომაა, რომ გონებრივი გაგება საკმარისი არ არის. სამყარო არ პასუხობს იმას, რაც იცი, ის პასუხობს იმას, რაც ხარ, ვიბრაციულ ველს, რომელსაც ინარჩუნებ, ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებ ყოველ მომენტში. არსებობს ღრმა განსხვავება გზის ცოდნასა და გზაზე სიარულს შორის. ბევრი რჩეული იცნობს კოსმიურ კანონებს, ესმის გამოვლინების პრინციპები, სწავლობს ჩაკრებსა და უმაღლეს განზომილებებს, მაგრამ აგრძელებენ ენერგეტიკული დარღვევების დაშვებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. აგრძელებენ ურთიერთობებს, რომლებიც სწოვენ მათ სინათლეს, სამსახურებში, რომლებიც ამცირებენ მათ სიხშირეს, ფიქრებში, რომლებიც საბოტაჟს უკეთებენ მათ გაფართოებას. გაფრთხილება, რომელსაც სამყარო გიგზავნის დღეს, ნათელია. დადგა დრო შეუთავსო შენი ცოდნა შენს გამოცდილებას. გარდაქმნა ინფორმაცია განსხეულებულ სიბრძნეთ, პატივისცე იმას, რაც უკვე იცი, არა მხოლოდ შენი გონებით, არამედ შენი ყოველდღიური არჩევანით. როდესაც ნამდვილად გაიგებ, რომ ხარ მრავალგანზომილებიანი არსება, რომელსაც დროებითი ადამიანური გამოცდილება აქვს, შენი პრიორიტეტები იცვლება. ის, რაც ადრე მნიშვნელოვნად ჩანდა, სხვების მოწონება, სოციალური სტატუსი, უზომო მატერიალური დაგროვება, იწყებს ბრწყინვალების დაკარგვას ნამდვილი მისიის წინაშე. ცნობიერების გაფართოება, ჩtildeების სინათლედ გარდაქმნა, თლიანობის სამსახური.
გაღვიძების გზა ხაზოვანი არ არის. არის კრისტალური სიცხადის მომენტები, რომელსაც მოსდევს მკვრივი ნისლის პერიოდები. არის დღეები, როდესაც გრძნობ რომ დაკავშირებული ხარ ყველა განზომილებასთან და სხვები, როდესაც თვითარსებობა ძალიან მძიმე ტვირთად გეჩვენება. იცოდე რომ ეს ბუნებრივია. აღმასვლა სწორხაზო უნდა დარხდება, ეს სპირალია, სადაც ახალი ცნობიერებით ვუბრუნდებით ძველ გაკვეთილებს, სადაც ვაინტეგრირებთ ჩვენი სულის დავიწყებულ ფრაგმენტებს. ამ მომენტში გთხოვთ, დახუჭო თვალები და ღრმად ისუნთქო. იგრძენი ჰაერი როგორ ავსებს შენს ფილტვებს. ეს უხილავი ცეკვა, რომელიც ინარჩუნებს შენს ფიზიკურ არსებობას. ყოველი ჩასუნთქვით, ნება და ართე საკუთარ თავს მიიღო კოსმიური სინათლე, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია. ყოველი ამოსუნთქვით, გაათავისუფლე ის, რაც აღარ ემსახურება შენს ევოლუციას. თვითეს მარტივი აქტი უკვე კარიბჭეა შენი საკუთარი ცნობიერების უფრო მაღალი განზომილებებისკენ. ახლა, თვალებ დახუჭული, გულწრფევად ჰკითხე საკუთარ თავს. რომელ ენერგიებს ვაძლევ საშუალებას კვლავ დაბლოკონ ჩემი სულის გაფართოება? ნება მიეცი პასუხს, რომ ამოტივტივდეს არა ანალიტიკური გონებიდან, არამედ შენი არსების ცენტრიდან. შესაძლოა შეამჩნიო სტაგნაციური ურთიერთობები, ჩვევები, რომლებიც ამცირებენ შენს ვიბრაციას, შემზღუდავი რწმენები, რომლებიც იმდენად დიდი ხანია დაინსტალირდა, რომ შენ მათ შენი საკუთარი იდენტობის ნაწილად აღიქვამ. ეს არის მომენტი, როდესაც უნდა გაიღვიძო უფრო დიდი ჭეშმარიტებისთვის. შენ ხარ შენი ენერგეტიკული ველის მცველი. ვერავინ აამაღლებს ან დააქვეითებს შენ სიხშირეს შენი თანხმობის გარეშე. სამყარო ღრმად პატივსცემს შენს თავისუფალ ნებას, მაშინაც კი, როდესაც შენი არჩევანი გაშორებს შენს ღვთაებრივ ბუნებას. ჩვენი ერთად მოგზაურობის ამ პირველი ნაწილის დასრულებისას გიწევ, რომ აიღო წმინდა ვალდებულება შენი საკუთარი ევოლუციის მიმართ. გადადგა პირველი ნაბიჯი გაფართოებული ცნობიერებისკენ. აღიარო, სადაც უშვებ ენერგეტიკულ გაჟონვას და გადაწყვიტო, შენი ღვთაებრივი განზრახვის მთელი ძალით, რომ ამ იერიდან შენი არჩევანი პატივსცემს შენი სულის ნამდვილ სიხშირეს. სამყარო არის მისტიკური სარკე, რომელიც უნაკლო სიზუსტით ირეკლავს ვიბრაციულ სიხშირეს, რომელსაც გამოვასხივებთ. ამ კოსმიურ ცეკვაში არ არსებობს დამთხვევები, არის მხოლოდ ანარეკლები. ჩვენი საკუთარი ცნობიერების ექო, რომელიც მატერიალიზებულია ხელშესახებ გამოცდილებებად. ყოველი ადამიანი, ვინც შენს გზაზე გადაკვეთს, ყოველი გარემოება, რომელიც ვლინდება, ყოველი დაბრკოლება და ყოველი კურთხევა, ყველა ეს არის ჩუმი მაცნე, რომელიც გზავნილებს მოგიტანს შენი შიდა მდგომარეობის შესახებ. როდესაც განმეორებით აღმოჩნდები სიტუაციებში, რომლებიც წოვენ შენს ენერგიას, როდესაც ერთი და იგივე გაკვეთილები, როგორც ჩანს, აკაკუნებენ შენს კარზე, შემოსილი სხვადასხვა პერსონაჟებითა და სცენებით, ეს სამყაროა, რომელიც გიწევს უფრო ღრმად ჩაიხედო ნიმუშებში, რომლებსაც ატარებ შენი სულის ქსოვილში. როგორც მოსიყვარულე მამა, რომელიც არასოდეს ამბობს უარს იმის სწავლებაზე, რაც არსებითია. კოსმოსი განაგრძობს იგივე გაკვეთილების წარმოდგენას, სანამ ინტეგრაცია არ დასრულდება. დააკვირდი პატიოსნად, რა არის განმეორებადი თემები შენს მოგზაურობაში? იქნებ ეს მიტოვებაა, რომელიც ვლინდება ურთიერთობებით, რომლებიც ყოველთვის უეცლად მთავრდება? იქნებ ეს სიმწირეა, რომელიც ციკლურად ჩნდება მაშინაც, კი როდესაც შენ ყველა მანიფესტაციის ტექნიკას იყენებ? იქნებ ეს არის შეგრძნება, რომ არ ხარ საკმარისი, რომ უნდა დაამტკიცო შენი ღირებულება, რომ ატარო მთელი მსოფლიოს სიმძიმე შენს მხრებზე? ეს არ არის ღვთიური სასჯელი და არც იმის ნიშანი, რომ შენ ვერ ასრულებ შენს მისიას. ეს არის წმინდა მოწვევა, განკურნო წინაპართა ჭრილობები, რომელთა დამუშავებაც შენმა სულმა აირჩია ამ განსხეულებაში. ეს არის ძვირფასი შესაძლებლობები, გარდაქმნა მძიმე ენერგია სინათლედ, კარმა დარმად, აამაღლო არამხოლოდ შენი საკუთარი ვიბრაცია, არამედ პლანეტის კოლექტიური ცნობიერება. პროკრასტინაცია, მაგალითად, იშვიათად არის უბრალოდ სიზარმაცე ან დეზორგანიზაცია, როგორც სამგანზომილებიან სამყაროს უყვარს მისი დალეიბლება. სინამდვილეში, ეს ხშირად არის დაცვის მექანიზმი წარუმატებლობის, წარმატების ან საკუთარი სინათლის შიშისგან. როდესაც განაგზობ შენ სულის მისიასთან თანხვედრაში მყოფი პროექტების გადადებას, შენ გამოხატავ ენერგეტიკულ ნიმუშს, რომელიც იმსახურებს თანაგზნობით დაკვირვებას. რა დგას ამ წინააღმდეგობის უკან? შენი რომელი ნაწილი ეშინია საკუთარი გაფართოების? იგივე ხდება ურთიერთობებში, რომლებიც წოვენ შენს არსს.
ეს არ არის შემთხვევითი, რომ გრძნობიარე სულები ხშირად პოულობენ თავს დინამიკაში, სადაც ისინი ბევრად მეტს აძლევენ, ვიდრე იღებენ. ეს ასახავს დისბალანსს შენს ურთიერთობაში საკუთარ თავთან და აფარულ რწმენას, რომ შენი ღირებულება არის მსახურებაში, თავგანწირვაში, საკუთარი თავის ბოლო ადგილზე დაყენებაში. სამყარო არ გსჯის ამ ურთიერთობებით. ის გიჩვენებს, სადაც ჯერ კიდევ არსებობს განსაკურნებელი ჭრილობა. გაიგე, გარე ყოველთვის ასახავს შინაგანს. თუ კვლავ პოულობ ადამიანებს, რომლებიც არ პატივსცემენ შენ საზღვრებს, ეს იმიტომა, რომ არსებობს შენი ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უსწავლია საკუთარი საზღვრების პატივისცემა. თუ ტოქსიკური გარემო როგორც ჩანს გდევნის, ეს იმიტომა, რომ არსებობს ვიბრაციული ნიმუში შენში, რომელიც ჯერ კიდევ რეზონირებს ამ სიხშირესთან. მაშინაც კი, როდესაც ცნობიერად სხვა რამეს ისურვებდი. არსებობს უცვლელი კოსმიური კანონი, რომელსაც ცოტა თუ იგებს სრულად. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ იმას, რაც არ ვართ. ვერ გამოავლენთ იმას, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს არსებით ვიბრაციას. რაც არ უნდა ვაცხადებდეთ, რომ გსურს მშვიდობა. თუ ჩვენი ენერგეტიკული ველი ატარებს აღელვებას, მშვიდობა დარჩება შორეულ კონცეფციად, არა განცდილ რეალობად. რაც არ უნდა ვაცხადებდეთ, რომ გსურს სიუხვე, თუ ჩვენი ენერგეტიკული დნმ ატარებს სიმწირის პროგრამირებას, სიუხვე მოვა მხოლოდ ჰომეოპათიური დოზებით, არასდროს მუდმივი ნაკადით. სამყარო არ პასუხობს ჩვენს სურვილებს, ის პასუხობს ჩვენს სიხშირეს. არ პასუხობს იმას, რასაც ვითხოვთ სიტყვებით, ის პასუხობს იმას, რასაც გამოვასხიმებთ ჩვენი სრული არსით. ეს არის დიდი გასაღები ნამდვილი გარდაქმნისთვის. როდესაც უყურებ შენს ამჟამინდელ ცხოვრებას და ხედავ ნიმუშებს, რომელთა გარდაქმნაც გსურს, ნუ დაიწყებ გარეს შეცვლის მცდელობით. დაიწყე იმის აღიარებით, რომ გარე მხოლოდ შენი შინაგანის ერთგული ანარეკლია. მდგრადი ცვლილება ხდება შიგნიდან გარეთ, არასოდეს პირიქით. შეხედე ურთიერთობებს შენს ცხოვრებაში. ყოველი ადამიანი არის სხვადასხვა სარკე, რომელიც ირეკლავს შენი არსების სპეციფიკურ ასპექტებს. ისინი, ვინც ყველაზე მეტად გაღიზიანებენ, ხშირად არიან ისინი, ვინც ირეკლავენ შენს აუღიარებელ ჩრდილებს. ისინი, ვინც შთაგაგონებენ, გიჩვენებენ თვისებებს, რომლებიც შენს გაქვს, მაგრამ შესაძლოა სრულად არ გამოხატავ. არაფერია შემთხვევითი ამ სულების ცეკვაში. ზოგიერთი რჩეული ატარებს მთელ ცხოვრებას გარე-გარემოებების დადანაშაულებაში, თავისი გამოწვევებისთვის. ისინი ადანაშაულებენ ეკონომიკას, მთავრობას, მშობლებს, პარტნიორებს, უფროს. ისინი ცხოვრობენ როგორც თითქოს სასტიკიან, უგრილი სამყაროს მსხვერპლი არიან. მაგრამ ეს პერსპექტივა არა მხოლოდ ტყვეობაში ამყოფებს მათ ტანჯვის ციკლებში, ის ასევე აშორებს მათ თავიად ჭეშმარიტ ძალას, როგორც რეალობის თანაშემოქმედებს. ნამდვილი თავისუფლება იწყება მაშინ, როდესაც იღებს სრულ პასუხისმგებლობას შენი გამოცდილებისთვის. არა დამნაშავის გრძნობით ან დასჯით, არამედ მშვიდი გაგებით, რომ შენ ხარ მხატვარი, რომელიც ხატავს შენი ცხოვრების სტილოს, ცნობიერად თუ არა. ფერები, რომლებიც სტილოზე ჩნდება, არის ის, რაშიც შენ ჩაავლე შენი ფუნჯი. იქნება ეს ცნობიერი არჩევანით თუ გაუცნობიერებელი ჩვევებით. ამ ჭეშმარიტებაში არსებობს ღრმა სილამაზე. მაშინაც კი, როდესაც ის გამოწვევას უყენებს ჩვენს კომფორტს. რადგან თუ შენ ხარ შენი რეალობის შემქმნელი, მაშინ შენ ასევე გაქვს ძალა შექმნა რაღაც განსხვავებული. თუ ნიმუშები, რომლებშიც ცხოვრობ, არის შენი სიხშირის ანარეკლები, მაშინ შენი სიხშირის შეცვლით მთელი შენი რეალობა შეიცვლება. ეს არის სულის სარკის წმინდა მოწვევა. შეხედო საკუთარ თავს სრული პატიოსნებით, განსჯის გარეშე, მხოლოდ წმინდა განზრახვით რომ გაიგო. აღიარო, რომ ყოველი გამოწვევა არ არის დაბრკოლება, არავედ მასწავლებელი. ყოველი ტკივილი არ არის სასჯელი, არამედ კარიბჭე უფრო დიდი ცნობიერებისკენ. ოდესმე დაგიფიქრებია, რატომ ჩანს, რომ გარკვეული გაკვეთილები ბრუნდება განმეორებით, მაშინაც კი, როდესაც ფიქრობ, რომ უკვე ისწავლე ისინი. ეს იმიტომაა, რომ ნამდვილი ინტეგრაცია არ ხდება მხოლოდ გონებრივ დონეზე. ნიმუშის ინტელექტუალური გაგება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სრული გარდაქმნა მოითხოვს, რომ გაგება გაჟღინთოს შენი არსების ყველა ფენა: გონებრივი, ემოციური, ენერგეტიკული, ფიზიკური, სულიერი. ბევრი სულიერი მაძიებელი იგებს მაღალ კონცეფციებს, მაგრამ განაგრძობს იგივე ციკლებში ცხოვრებას, რადგან გაგება არ ჩამოსულა ტვინედან გულამდე. არ ინტეგრირებულა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცოდნა დარჩა ფრაგმენტული, არ გადაქცეულა განსხეულებულ სიბრძნედ. დღეს გიწევ თვითშეცლობის პრაქტიკისკენ, რომელიც სცდება გონებრივს. ამ დღის ბოლოს გამოყავი წმინდა მომენტი მხოლოდ შენთვის.
დაჯექის სიჩუმეში, სწორი ზურგით, ღრმად სუნთქვით. შემდეგ გკითხე შენ სულს, რომელი ნიმუშები ვარ მზად გარდავქმნა ჩემი ევოლუციის ამ ციკლში. ნუ ძალით გამოიწვევ პასუხს, უბრალოდ დარჩი ღია, მიმღები. შესაძლოა პასუხი მოვიდეს როგორც ხატი, სხეულში შეგრძნება, მეხსიერება, რომელიც სპონტანურად ჩნდება. შესაძლოა მოვიდეს მომდევნო დღეებში, სინქრონულობების ან სიზმრების საშუალებით. მთავარია შექმნა სივრცე ამ წმინდა კომუნიკაციისთვის. როდესაც დაადგენ ნიმუშს, რომელიც მზად არის გარდაქმნისთვის, ნუ განსჯი საკუთარ თავს იმისა გამო, რომ აქამდე ატარებდი მას. მადლობა გადაუხადე დაცვას, რომელიც ამ ნიმუშმა შესაძლოა შემოგთავაზა შენი მოგზაურობის რომელიმე მომენტში. აღიარე, რომ მას ჰქონდა მიზანი, თუნდაც ეს მიზანი ყოფილიყო უბრალოდ რთულ დროში გადარჩენა. ყოველთვის გახსოვდეს, სამყარო არ განსჯის. კოსმიური პერსპექტივიდან არ არსებობს სწორი ან არასწორი. არსებობს მხოლოდ გამოცდილება და გაფარქოება. ყოველი ნიმუში, რომელსაც ატარებ, თვით ყველაზე მძიმეც კი, იყო ხელსაწყო შენი ცნობიერების გაფართოებისთვის. ახლა, როდესაც იღვიძებ უფრო ღრმა გაგებისთვის, შეგიძლია მშვიდად გაათავისუფლო ის, რაც აღარ ემსახურება შენს ზრდას. სულის სარტი არ არის იქ, რომ დაგსაჯოს შენი შემზღუდავი ნიმუშების ჩვენებით. ის არის იქ, რომ გაგიძღვეს ინტეგრაციისა და მთლიანობის გზაზე. დაგეხმაროს აღიარო და დაიბრუნო შენი ძალის ფრაგმენტები, რომლებიც დავიწყებული, უარყოფილი ან ჩახშობილი იყო. როდესაც წინ მიიწევ ამ თვითშეცნობის მოგზაურობაში, იწყებ იმის აღქმას, რომ სამყარო არასოდეს ყოფილა შენი მოწინააღმდეგე. ყოველთვის იყო შენი უდიდესი მოკავშირე, რომელიც მოგიტანა ზუსტად ის გამოცდილებები, რომლებიც საჭირო იყო შენი გაღვიძებისთვის. სრულყოფილ მომენტში. არსებობს წმინდა მომენტი ყოველი გამღვიძებელი სულის მოგზაურობაში. მომენტი, როდესაც გაგება გარდაიქმნება ქმედებად, როდესაც ხედვა გარდაიქმნება პრაქტიკად, როდესაც ცნობიერება მატერიალიზდება ახალ არჩევანში, ეს მომენტი არის ახლა. შენ მიწვეული ხარ გადალახო გარდაქმნის გარიბჭე, გარდაქმნა ცოდნა განცდილ სიბრძნედ, ნამდვილად განასხეულო პრინციპები, რომლებიც რეზონირებს შენი სულის სიხშირესთან. გარდაქმნა არ არის ერთი მოვლენა. ეს არის პროცესი. ყოველდღიური ვალდებულება შენი ვიბრაციის ამაღლებისთვის, შენი ენერგეტიკული ველის განწმენდისთვის. იმ ნიმუშების გაქრობისთვის, რომლებიც აღარ ემსახურება შენს ევოლუციას. ეს არის გზა მოსიყვარულე დისციპლინის, ცნობიერი არჩევანის, უნაკლო დასწრების. ბევრი სულიერი მაძიებელი იცნობს ძლიერ ტექნიკებსა და რიტუალებს, მაგრამ იყენებს მათ არათანმიმდევრულად, მხოლოდ კრიზისის მომენტებში ან როცა თავს შთაგონებულად გრძნობენ. თუმცა, ნამდვილი შინაგანი ალქიმია მოითხოვს მუდმივობას. ისევე როგორც მზე არ წყვეტს ოკაზიურად კაშკაშს, შენი სულიერი პრაქტიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული განწყობაზე ან მოხერხებულობაზე. ის უნდა იყოს ისეთივე ბუნებრივი, როგორც სუნთქვა. ნება-მომეცი გაგიზიარო უძველესი პრაქტიკები, რომლებსაც აქვთ ძალა, კატალიზატორი გაუკეთონ ღრმა ტრანსფორმაციებს შენს ენერგეტიკულ ველში. არ მიიღო ისინი უბრალოდ როგორც ინფორმაცია. ნება დართე, რომ ყოველი სიტყვა შეაღწიოს შენი არსების გულამდე, გააღვიძოს სიბრძნე, რომელიც უკვე არსებობს შენში. პირველი პრაქტიკა არის ენერგეტიკული მოჭრის მედიტაცია. იპოვე მშვიდი სივრცე, სადაც არ შეგაწყვეტინებენ. დაჯექი სწორი ზურგით, ღრმად დაიფესვე დედამიწაში და ერთდროულად დაუკავშირდი უმაღლეს განზომილებებს. ღრმად ისუნთქე. იგრძენი როგორ ავსებს ჰაერი არა მხოლოდ შენს ფილტვებს, არამედ მთელ შენს ენერგეტიკულ ველს. ახლა ნათლად წარმოიდგინე ნიმუში, რომელიც მზად არის გარდაქმნისთვის. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელიც წოვს შენს ენერგიას, თვითსაბოტაჟის ჩვევა, შემზღუდავი რწმენა, რომელიც ეკოსავით ისმის შენს გონებაში. იხილე ეს ნიმუში გამოვლენილი, როგორც ენერგეტიკული ბაწარი, რომელიც დაკავშირებულია შენს სხეულთან, შესაძლოა მზის წნულში, გულში ან საკრალურ ცენტრში. ენდე შენს ინტუიციას, რომ იდენტიფიცირება გაუკეთო, სად არის ეს კავშირი დამყარებული. ღრმა პატივისცემით იმ სწავლისადმი, რაც ამ ნიმუშმა მოგიტანა, მადლობა გადაუხადე მის არსებობას ამ მომენტამდე. აღიარე, როგორ ემსახურებოდა ის მიზანს, თუნდაც ეს ყოფილიყო იმის ჩვენება, რაც აღარ გსურს შენს ცხოვრებაში. შემდეგ უზენაესი ავტორიტეტით, როგორც შენი ენერგეტიკული ველის მცველი, ხმამაღლა განაცხადე. მე ვათავისუფლებ ამ ნიმუშს სიყვარულითა და მადლიერებით. უკან ვიღებ ყველა ცნობიერ და არაცნობიერ შეთანხმებას, რომელსაც ვინარჩუნებ ამ ენერგიასთან.
მე დავიბრუნე ჩემი პირადი ძალა და ვირჩევ ვიბრირებას ჩემს ჭეშმარიტ ღვთაებრივ არსთან შესაბამისობაში. წარმოიდგინე, როგორ ჭრი ამ ენერგეტიკულ ბაწარს ოქროსფერის სინათლის ხმლით. იხილე, როგორ იშლება კავშირი სრულად და სივრცე, რომელიც ადრე დაკავებული იყო ამ ნიმუშით, ივსება კრისტალური სინათლით, შენი უმაღლესი მე სიხშირით, შემოქმედი წყაროს წმინდა ენერგიით. ეს რიტუალი შეიძლება მარტივად ჩანდეს, მაგრამ როდესაც სრულდება ფოკუსირებული განზრახვითა და სრული დასწრებით, ააქტიურებს გარდაქმნის კოდებს შენს ენერგეტიკულ დნმ-ში. გაიმეორე ეს 21 დღის განმავლობაში უწყვეტად იმუშავე იმავე ნიმუშზე ან სხვადასხვა ასპექტებზე, რომლებიც ითხოვენ გათავისუფლებას. ყოველთვის გახსოვდეს, ნამდვილი მოჭრა არ ხდება მხოლოდ სიტყვებით ან ვიზუალიზაციით. ისრულდება ჩუმი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებებით ფიზიკურ სიბრტყეზე. თუ ენერგეტიკულად მოჭერი ტოქსიკურ ურთიერთობას, უნდა პატივისცე ამ მოჭრას კონკრეტული ქმედებებით, მკაფიო საზღვრების დადგენით, კონტაქტის შემცირებით, ენერგიის, რომელიც ადრე მიედინებოდა ამ ურთიერთობისკენ, საკუთარ თავთან ურთიერთობის კულტივირებისთვის მიძღვნით. მეორე არსებითი პრაქტიკა არის ყოველდღიური ხელახალი დაკავშირება შენი სულის ხედვასთან. ბევრი რჩეული იკარგება მიწიერის სიბრტყის სიმძიმეში, რადგან ისინი კავშირს წყვეტენ უფრო დიდ ხედვასთან, რომელმაც ისინი ამ განსხეულებამდე მიიყვანა. ისინი იწყებენ დღეს გარე ქაოსში დაუყოვნებლივი ჩაძირვით. ამოწმებენ ახალ ამბებს, სოციალურ ქსელებს, პასუხობენ სხვების მოთხოვნებს. გარდაქმნა ეს ტენდენცია წმინდა დილის რიტუალის შექმნით. სანამ გარე სამყაროსთან ურთიერთობას დაიწყებდე, მიუძღვენი სულ-მცირე 20 წუთი შენს არსებასთან ხელახლა დაკავშირებას. ეს შეიძლება იყოს მედიტაციით, ჟურნალის წარმოებით, ცნობიერი მოძრაობით, მანტრების გალობით. თავარია რომ ეს იყოს პრაქტიკა, რომელიც ამაღლებს შენს სიხშირეს და ხელახლა ადასტურებს შენს ვალდებულებას შენი ევოლუციის მიმართ. ამ წმინდა დროის განმავლობაში ნათლად წარმოიდგინე რეალობა, რომლის გამოვლენაც გსურს. არა მხოლოდ შენთვის, არამედ კოლექტივისთვის. იგრძენი ემოციები, რომლებიც ასოცირდება ამ რეალობასთან. თითქოს უკვე ცხოვრობ მასში ახლა. გაასწორე შენი ფიქრები, ემოციები და განზრახვები ამ ხედვის სიხშირესთან. გახსოვდეს, მომავალს, რომელსაც თანმიმდევრულად ვიზუალიზებ, გაცილებით მეტი ალბათობა აქვს მატერიალიზდეს, ვიდრე იმას, რომელსაც მხოლოდ დრო და დრო ისურვებ. მესამე ტრანსფორმაციული პრაქტიკა არის ენერგეტიკული აბაზანა. წყალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგიის გარდამქმნელია ფიზიკურ სიბრტყეზე. კვირაში ერთხელ მოამზადე რიტუალური აბაზანა ზღვის მარილით, განმწმენდი ბალახებით, როგორიცაა მთის ია ან როზმარინი და ეთერზეთებით, რომლებიც რეზონირებს შენს ამჟამინდელ განზრახვასთან, ლავანდა სიმშვიდისთვის, ლიმონი სიცხადისთვის, ვარდი გულის გასახსნელად. როდესაც ჩაიძირები ამ აბაზანაში, წარმოიდგინე, როგორ რეცხავს წყალი არა მხოლოდ შენს ფიზიკურ სხეულს, არამედ შენი არსების ყველა ფენას. იხილე, როგორ იწმინდება ყოველი უჯრედი, როგორ იხსნება ყოველი მძიმე ფიქრი, როგორ თავისუფლდება ყოველი სტაგნაციური ემოცია. ნება დაერთე იტირო თუ ამის იმპულსი მოვა. ცრემლები არის ემოციური განთავისუფლების ძლიერი აგენტები. ამ აბაზანიდან გამოსვლისას წარმოიდგინე თავის სრულიად განახლებული. ვიბრირებდე შენი ყველაზე მაღალი ვერსიის სიხშირეზე. ჩაიცვი სუფთა ტანსაცმელი, რომელიც ასახავს ამ ენერგიას და თუ შესაძლებელია, გაატარე დარჩენილი დღე განჭურეტაში ან საქმიანობებში, რომლებიც კვებავს შენს სულს. მეოთხე პრაქტიკა, აუცილებელი სრული გარდაქმნისთვის, არის ავდენტური პატიება. არაზედაპირული პატიება, რომელიც ამბობს: ვპატიობ, მაგრამ არ დავივიწყებ. ღრმა პატიება, რომელიც აღიარებს, რომ ყოველი სული აკეთებს საუკეთესოს, რაც შეუძლია თავისი ცნობიერების ამჟამინდელი დონიდან, შენი ჩათვლით. გამოყავი დრო, რომ შექმნა სია ყველა ადამიანის, ვისთანაც გაქვს წყენა, საკუთარი თავის ჩათვლით. თითოეულს მიუწერე პატიების წერილები, რომელთა გაგზავნაც არასოდეს დაგჭირდება. სრულად გამოხატე შენი გრძნობები ცენზურის გარეშე. შემდეგ, უსაფრთხო ცეცხლის რიტუალში დაწვი ეს წერილები. წარმოიდგინე, როგორ გარდაიქმნება ყველა მძიმე ენერგია სინათლედ. გახსოვდეს, პატიება არ ნიშნავს საზიანო ქმედობების დამტკიცებას. ეს ნიშნავს გათავისუფლებას იმ სიმძიმისგან, რომ ატარო წყენა, რომელიც მხოლოდ ამცირებს შენს საკუთარ სიხშირეს.
ეს არის თვითსიყვარულის აქტი, არადათმობა სხვისთვის. მეხუთე ტრანსფორმაციული პრაქტიკა არის სულიერი დისციპლინის მუდმივი ხელახალი მიძღვნა. სამხაროში, რომელიც ზეიმობს დაუყოვნებლივ დაკვაყოფილებას და ნაკლები წინააღმდეგობის გზას, ნამდვილი სულიერი დისციპლინა რევოლუციურია. ეს არის არჩევანი მომენტიდან მომენტამდე იმისა, რაც ამაღლებს შენს ცნობიერებას, ნაცვლად იმისა, რაც უბრალოდ ანუგეშებს შენს ეგოს. ეს დისციპლინა არ მოდის სიმკაცრიდან ან თვითდასჯიდან. ის იბადება ღრმა სიყვარულიდან შენი საკუთარი სულისა და კოლექტივის მიმართ. იმის აღიარებიდან, რომ ყოველი ამაღლებული არჩევანი, რომელსაც აკეთებ, ხელს უწყობს პლანეტარული ცნობიერების ამაღლებას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ყურადღებით დაკვირვებას, სადაც ჯერ კიდევ უშვებ ენერგეტიკულ გაჟონვას. კონტენტი, რომელსაც მოიხმარ, საუბრები, რომლებსაც აწარმოებ, ფიქრები, რომლებსაც კვებავ, საკვები, რომელსაც იღებ, გარემო, რომელსაც სტუმრობ, არა განსასჯელად, არამედ ცნობიერად აირჩიო ის, რაც შეესაბამება სიხშირეს, რომლის განსხეულებაც გსურს. ბევრი რჩეული გძნობს თავს გადატვირთულად სრული ტრანსფორმაციის იდეით. მათ გონიათ, რომ ყველაფერი ერთბაშად უნდა შეცვალონ და ამ ამოცანის შეუძლებლობის წინაშე საბოლოოდ არაფერს ცვლიან. სიბრძნე არის დაიწყო ერთი ასპექტით, სრულად გარდაქმნა ის და შემდეგ გადაინაცვლო შემდეგზე. შესაძლოა დაიწყო ღაღვიძებისთანავე სოციალური ქსელების შემოწმების ჩვევის აღმოფხრით, ჩაანაცვლოს ის მოკლე მედიტაციით. ან შესაძლოა დაიწყო ცნობიერად იმ დროის შემცირებით, რომელსაც ატარებ ადამიანებთან, რომლებიც წოვენ შენს ენერგიას. ან კიდევ, შეიტანო ყოველდღიური განჭვრეტისა და მადლიერების მომენტები შენს რუტინაში. მნიშვნელოვანი არ არის ჟესტის სიდიადე, არამედ ცნობიერება და მუდმივობა, რომლითაც ის სრულდება. როგორც გვასწავლის უძველესი სიბრძნე, მდინარე არ ჭრის კლდაეს თავისი ძალით, არამედ თავისი შეუპოვრობით. როდესაც შენ ამ პრაქტიკებს შეიტან შენს ცხოვრებაში, დაიწყებ სუბტილური, მაგრამ ღრმა ცვლილებების შემჩნევას. უფრო ცოცხალი და მნიშვნელოვანი სიზმრები, სინქრონულობების ზრდა, მეტი სიცხადე შენი მიზნის შესახებ. ურთიერთობები, რომლებიც აღარ რეზონირებენ, ბუნებრივად იშლება, ხოლო ახალი კავშირები შესაბამისობაში შენს ამჟამინდელ სიხშირესთან იწყებენ გამოვლენას. ეს არის ნამდვილი გარდაქმნის მაგია. ეს არ არის მხოლოდ გარემოებების შეცვლა, ეს არის ვიბრაციული სიხშირეს შეცვლა, რომლიდანაც ოპერირებ. როდესაც ეს ხდება, სამხაროს არ აქვს არჩევანი, გარდა იმისა, რომ ასახოს ეს ახალი ვიბრაცია ახალი გამოცდილებების, ურთიერთობებისა და შესაძლებლობების სახით. ყველთვის გახსოვდეს, შენ არ ხარ უბრალოდ სულიერი მაძიებელი, შენ ხარ პოტენციური სულიერი ლიდერი. ყოველი ნიმუში, რომელსაც საკუთარ თავში გარდაქმნი, ხელს უწყობს კოლექტიურ გარდაქმნას, ყოველი უფრო მაღალი სიხშირე, რომელსაც ინარჩუნებ, უფრო ადვილს ხდის სხვებისთვის ამავე სიხშირის მიღწევას. შენ ხარ უსაზღრო სინათლის არსება, რომელსაც დროებითი ადამიანური გამოცდილება აქვს. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დგამ შენი ჭეშმარიტი არსის მიმართულებით, ანათებს გზას არა მხოლოდ შენთვის, არამედ ყველასთვის შენს გარშემო. არასოდეს დააკნინო შენი პირადი გარდაქმნის ტრანსფორმაციული ძალა. უსაზღრო სიყვარულითა და მადლიერებით შენი გამბედაობისთვის, რომ აიღო ეს გაღვიძების მოგზაურობა, გემშვიდობები იმის შეხსენებით, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვშორდებით. ჩვენ ვრჩებით დაკავშირებული ცნობიერების გაერთიანებულ ველში, ცეკვავთ ერთად ამ კოსმიურ ევოლუციის სპირალში. ჩვენ შემდეგ შეხვედრამდე ამ თუ სხვა განზომილებებში დაეშენი სინათლე იბწყინოს უფრო და უფრო კაშკაშად და ეს შენი ნაბიჯები იყოს მართული შენი სულის სიბრძნით და დაეყოველი შენი სუნთქვა იყოს ცოცხლად ყოფნის წმინდა საჭუქრის ზეიმი პლანეტარული ტრანსფორმაციის ამ არაჩვეულებრივ დროში.